27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა. ჟურნალისტი ირინე არდაშელია სოხუმში იმყოფებოდა და ჩამოიტანა ფოტომასალა, რომელიც ქალაქის დღევანდელობას ასახავს. ნახეთ ვიკა მღებრიშვილის სიუჟეტი. $1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკულად გათანებას ალბათ არავინ ელოდა. დღე-დღე შიშის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას სჯეროდა, რომ მოწმეთა შორის გაჩაღებული ბრძოლა ადრე თუ გვიან დასრულდებოდა. თუმცა 27 სექტემბერი საქართველოს ისტორიის ფურცლებზე სისხლიანი ასოებით ჩაიწერა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და ოკუპანტი რუსეთის მიერ წახალისებულ აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. 23 წლის უკან სოხუმის მაჯისცემა შენელდა. საკუთარ მიწაზე საკუთარი სახლებიდან ხალხი დევნილად იქცა და სხვა ქალაქებს შეკედლებულები დღესაც იმედის თვალით უყურებენ მოგონებად ქცეულ, ობლად დარჩენილ სახლებს, უკაცრიელ ქუჩებსა და ხმაურიან ზღვის სანაპიროს. დედის კალთას მოწყვეტილი აფხაზეთი თითქოს გაყინულ კადრს დაემსგავსა. ჩვილი ბავშვი ვითელის წლების განმავლობაში მშობელს ის კი არ ჩანს. ამბობენ 1993 წლიდან დღემდე სოხუმი არ შეცვლილაო და მართალიც არის. სადაც არ უნდა წახვიდე, ომი გახსენებს თავს. ომი, რომელმაც უამრავი ხალხი შეიწირა. ომი, რომელმაც დედას შვილი წაართვა. ძველი კადრებიდან დღევანდელ ფოტოებამდე 23 წელი გავიდა. ჟურნალისტმა ირინე არდაშელიამ ოჯახით დიდი ხნის ოცნება აისრულა და 6 სექტემბერს სოხუმში ჩასვლით ბევრის ნატვრას ხორცი შეასხა. აი ძველ ფოტოებს რომ ათვალიერებ ხოლმე, ანუ ბევრი ეს არის, აი ეს ფოტო სოხუმში არის გადაღებული, ბავშვობის ფოტოებს რომ ათვალიერებენ. რა კარგი დრო იყო სოხუმში რომ ჩავდიოდით და ბავშვებს ვუღებდით იქ სურათებს. ბავშვობის ფოტოები ძალიან ბევრს აქვს სოხუმში გადაღებული. რატომაც ესეთი მინდოდა რომ სანდროს ერთი ფოტო მაინც ქონოდა სოხუმში გადაღებული და აი რაღაცნაირად გულდაწყვეტით უცებ გავიფიქრე ძალიან ცუდი რაღაც, რომ აი წლების მერე იმედია მეც შორიდან არ გავიხსენებ, აი სოხუმში დავდიოდით და აი ეს ფოტო სოხუმში აქვს სანდროს გადაღებული. დიდი იმედი მაქვს, რომ სანდრა და ყველა სანდროსნაირი მასზე უფროსის და ნებისმიერი ადამიანი ყოველ წელს მოახერხებს, ყოველთვე მოახერხებს იქ ფოტოების გადაღებას. სურვილი იყო ის, რომ მოხვიდრილიყავი სოხუმში და ბევრი ოცნება ამესრულებინა და თუნდაც ჩემი ერთი სურათით რაღაცა სხვების ეს მონატრება გარკვეულწილად არ შემევსო მცირედით. და როგორც კი ჩავედი, რა თქმა უნდა, ბუნება უნიკალური, შესანიშნავი. მართლა რომ ძალიან ძვირფასი მარგალიტი დავკარგეთ ჭყალებში დროებით, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ მე იმედი მაქვს და სურვილი მაქვს იმის, რომ ჩემი შვილი როცა ჩემხელა იქნება თავისუფლად წავა თავის შვილთან ერთად დაათვალიერებს, დაისვენებს. ჩემი აზრით სათქმელი მაქვს, რომ მე სოხუმში ვიყავი. ჩემი შვილი სოხუმში იყო. თვითონ ფაქტი, რომ სოხუმში ხარ, არის უკვე ძალიან დიდი რაღაც ნებისმიერი ადამიანისთვის და ალბათ არ უყურებ გარემოს ტურისტის თვალით. უყურებ უფრო გრძნობებით უყურებ და ამ დროს ძნელია შეაფასო რაღაც ინფრასტრუქტურა. ალბათ ტურისტის თვალით რომ დამენახა, ვიტყოდი რომ სოხუმში ტურისტული რაღაცის სანახაობა არ არის. იმიტომ რომ ძირითადად გაკეთებულია სანაპირო ზოლი და არის ამდენიმე სასტუმრო ახალი. არის ახალი მშენებლობები, რომლებიც პროცესში არის და ალბათ თავის დროზე მიიღებს საბოლოო სახეს, მაგრამ ქალაქს ეტყობა გაყინული ომი და სადაც გარეუბნები ძირითადად სახლები, რომლებიც უპატრონოდ დარჩა, არის სახლები, სადაც უცხო ხალხი შესახლდა და ალბათ თავისთავად ერთ ცხოვრობ უვლიკირებს სახლს. და
რაღაც ეთყობა მოვლილი ხელი, მაგრამ არის სახლები, რომლებიც მთლიანად ეკალბარდებშია დაფარული და სუროში არის შეფუთული რაღაც ძველი ნანგრევი. ირა, სოხუმის მოშორია? ძნელი ამ კითხვაზე პასუხის დაცემა, იმიტომ რომ ალბათ ცოტა ეგოისტურიც არის, რომ შეგიძლია ჩასვლა და ძალიან ბევრ ადამიანს, ათასობით ადამიანს ამის გაკეთება არ შეუძლია. აი, ცოტა მხატვრულად რომ ვთქვათ, ალბათ სოხუმის ზღვასთან როდესაც ახლოს ხარ, რომ ფეხს დგან და რეალურად იცი, რომ ის ძალიან შორია. იმიტომ რომ აი გაქ რამდენიმე წუთი და იცი რომ ამ რამდენიმე წუთის მერე შეიძლება ვაფშე ვერ დაგაიქცე. ესეთი არის, ანუ ახლო არის და თან ძალიან შორია. მათ ნახეს ზღვა, რომელიც შორია. დადგეს ფეხი მიწაზე, რომელზე გავლას ყველა ქართველი და განსაკუთრებით სოხუმელი ოცნებობს და თავისი ვიზიტით ბევრს შეუმსუბუქეს ამ პირიქით. შეიძლება გაუღრმავეს კიდეც ის ტკივილი, რომელიც დევნილობითაა განპირობებული. მაგრამ ფოტოალბომის იპოვე შენი სახლი სოხუმი კელასური დრანდას საშუალებით სოხუმელებს თავისი მიტოვებული სახლებისთვის თვალის შევლების შესაძლებლობა მიეცათ. დაახლოებით 8-9 წლებს წინ მოვახერხე სოხუმში წასვლა ექსკურსიაზე. ეს იყო ჩვეულებრივი ექსკურსია მოსწავლეებთან ერთად. მე ვიყავი მათი ჩვეულებრივი თანამგზავრი. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მე საკუთარ თავს ძალიან ბევრი ფოტო გადავიღე იმ დროს და ნაკლებად გადავიღე ხედები სოხუმის. და როცა ჩამოვედი უნივერსიტეტში, დამხვდა აი ესეთი რეაქციებია, შენ სოხუმში იყავი, ფოტოებიდან ჩანს, რომ შენ მანდ იყავი და რაღაც ესეთ გაბრწყინებული სახეები სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, იმიტომ რომ ეს იყვნენ მაშინ 18-19 წლის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებიც აი ესეთი თვალებით, თეთრი შურის თვალებით მიყურებდნენ და ერთ-ერთმა მითხრა ესეთი რაღაც, რაც მაშინ ხუმრობა მეგონა. მიწა ჩამომიტანეო და მეთქი არა, მიწა რატომ უნდა ჩამომეტანა? ავიცე რომ ჩამოგეტანა ერთ მუჭს ალბათ შევჭამდიო და აი გავხედე რაღაც ეჭუნარევი თვალით, მეთქი მეხუმრება თუ სერიოზულად ამბობს. თუმცა ამის თვალებში იმდენად გულწრფელი იყო ეს სიტყვები, რომ აი 18 წლის ბიჭისგან ესეთ რაღაცის მოსმენა მაშინ აი ძალიან ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის და ვინანე რომ საკუთარ თავს გადავიღე ძალიან ბევრი ფოტო და არ გადავიღე თუნდაც ელემენტარული ხედები. ცხოვრება მძიმეა, უშენოდ გივიდი ხეს ისე მოვიდა. ხოლო დღე გულიდან სიყვარულს გიგზავნი, თუმცა კი შოვიდა. შენს ქუჩებს სამოსურნელი ასტისო, მე დედა მომიყვა. ვითო პატარა ვარ, სახლში წამიყვანებ, ისიც მომმინდა. გარკვეული ბიძგი მომცა მეგობრების თხოვნებმა, რომლებიც ანუ თხოვდნენ, აძლევდნენ მისამართს და აი ამ მისამართზე მიდიდა, თხოვ აი ჩემი სახლი თუნდაც გუნდოვნად შორიდან მაინც შეიძლება გადაიღო. კონკრეტული მისამართი მაგალითად რომელიც ვეძებე, ერთ-ერთი მეგობარი გოგოსგან მქონდა თხოვნა, თუმცა სახელები შეცვლილია იქ ქუჩების და მე ამ სახლს ვერ მივაგენ და სამწუხაროდ ვერ გადავიდე. და მიზანი მქონდა ესეთი რაღაც, რომ გადამეღო რაც შეიძლება ბევრი ფოტო. აი არის ბევრი დაბლარული ფოტოები, ესეთი კადრი წაშლილი, მაგრამ ვინც თავის სახლს დაინახავს, ალბათ თავის სახლს ძალიან მარტივად იცნობს, თუნდაც ვინ გაფუჭებულ კადრში. კადრი გაფუჭებული არის იმის გამო, რომ ზოგი მანქანიდან არის გადაღებული, ფიზიკურად იმის საშუალებაც მაინც არ იყო, რომ დამდგარიყავი და ეს თვალში მოსახვედრი არის ძალიან ამხელ აპარატით დადგება. გადაიყო რაღაც მარტივად ფოტოები, მაგრამ ვიღები უარს ყველაფერს ის საშუალებაც იყო
და დაახლოებით 200-მდე ფოტოს გადაღება მოვახერხე. აქედან ალბათ დაახლოებით 150 არის კერძო სახლი. ჩემ ბავშვობაში სულ რამდენიმე კვირით გატარებული დღეების ფრაგმენტებიც კი გამახსენდა. გული გამიჩერდა ამ სილამაზეს რომ ხედავ. ახლა წარმომიდგენია მათ რა დაემართებოდათ ვინც საკუთარი სახლი ნახა. 3 კვირის განმავლობაში Facebook-ზე ალბომის იპოვე შენი სახლი, სოხუმი, კელასური დრანდას შექმნას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ადამიანმა კი ფოტოებში თავისი სახლი ამოიცნო. თუმცა ჩვენ და სამწუხაროდ ეს ადამიანები დღეს ქვეყნის საზღვრებს მიღმა იმყოფებიან. კიდევ ვინმეს სულს იპოვოს თავისი სახლი და ჯერ კიდევ არ მისულა იქამდე ეს ინფორმაცია, რომ არსებობს ესეთი ალბომი, შეგიძლიათ იპოვოს ჩვენს პირად გვერდზე ალბომის სახელწოდებით იპოვე შენი სახლი, სოხუმი, კელასური დრანდა. შესაბამისად ფოტოები გადაღებულია ამ ტერიტორიაზე და ძალიან გამიხარდება თუ მეც გამაგებინებთ იმას, რომ თქვენ იპოვეთ საკუთარი სახლი და გადმოვცემთ იმ ემოციას, რომელსაც ახალია ბევრისთვის შეიძლება ძალიან მცირე იყოს ეს სახლის განახვა. ბევრისთვის შეიძლება უარესიც იყოს, მაგრამ მე ვიცი ადამიანები, ვინც აი ძალიან დიდი ემოციით ათვალიერებენ და მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს თუნდაც ერთი კადრით დანახული საკუთარი სახლი. მრავალ ტანჯვადათმენილ დევნილებს გუშინდელი დღესავით ახსოვთ სოხუმში გატარებული ყოველი წუთი. ისე რეალურად გიყვებიან იქაურ ისტორიებს თავისი ცხოვრების მონაწილეებად ხდიან და გგონია რომ იქ ერთი დღე მაინც გექნება გატარებული. მათთვის კი მშობლიური კერა არის ის სიცარიელე, რასაც ვერაფერი ამოუსებთ. იმედს ვიტოვებთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები და ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი სულ ცოტა მაინც გაგიყუჩებთ იმ ტკივილს, რომელიც მშობლიური ადგილების სიშორითაა გამოწვეული. ბოლო წლებია, რაც უძველესი ქართული სოფლები ფაქტობრივად დაცლილია. შემცირებულია ახალგაზრდების რიცხვი და ფაქტობრივად არ იქმნება ოჯახები. კვირიაკეს გადამღებით ჯგუფით მანისის